ვისთან ერთად აშენებთ? ვისთან ერთად აშენებთ? ის სომხეთის მოქალაქეები ვინ არიან? ჩვენი სომეხი პარტნიორები. ვინ არიან ხო? ვინ არიან? რას წარმოადგენენ სომხეთში? რას წარმოადგენენ? ელექტროქსელების ხელმძღვანელები. ის ელექტროქსელები ვისია? ლენტეხში დინარე ცხენისწყალზე რომ აშენებთ ეს 20 მეგავატის სიმძლავრის თუ სწორად მახსოვს, რომლის დირექტორი თქვენ ხართ გიორგი მარგებაძე. დოკუმენტი კარენ ჰარუტუნიანი 17%, არა დარბინიანი 17%, აიკ დარბინიანი 16%. ვინ არიან ესენი? სომეხი ბიზნესმენები. კარენ ჰარუტუნიანი არის სომხეთის ელექტროქსელების გენერალური დირექტორი. მეორე არის არა დარბინიანი და აიკ დარბინიანი შვილები კარენ დარბინიანის, რომელიც იყო ტაშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და იყო სომხეთის ელექტროქსელების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. რომელი? სომხეთის კარენ დარბინიანი, ამათი მამა. სომხეთის ელექტროქსელები ვის ეკუთვნის? ვიაში მაინტერესებს? რატომ არ გაინტერესებს? რატომ ეს ხალხი ჩვენი? ვის ეკუთვნის იცით? პრორუს ოლიგარქს, რომელიც დღეს სომხეთში, სომხეთის სასამართლოს ყავს შინაპატიმრობაში. ანუ იმათ ზემოთ კიდევ ვიღაცები არიან? არა, არ გინდა გადაანა, მომისმინე გეტყვი. ამათ აქვს პრობლემა. აი ეს სამი სომხეთის მოქალაქე არის სომხეთის ელექტროქსელების პირველი თანამდებობის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს სომხეთის ელექტროქსელები ეკუთვნის სამუელ კარაპეტიანს, რომელზეც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი ფაშინიანს რომ შეხვდა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში. ვაიმე. ეუბნებოდა რატომ ყავს პატიმრობაში და არჩევნებში მონაწილეობას რატომ არ აღებინებენ. აი ეს ამათ უკან დგას კომპანია ტაშირი, რუსი ოლიგარქის, პრორუსი მილიარდერი. ეს ადამიანები აღარ არიან. ეს ადამიანები. მანამდე სანამ ის მეორე კომპანიაში მაკაცარია და ტოგონიძე შემოვიდოდნენ, იყო გელენიძე. ზურაბ გელენიძე და კიდე სხვები, რომელიც თელასთან იყო დაკავშირებული, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო და ეს თელასიც ინტერრაოს დაქვემდებარებაშია 75%-ით, რომელიც ასევე რუსულია.